ზაფხულში პირველად ვარ სასრიალოდ და ძალიან კარგია, რომ საშუალება გვაქვს თეთრუნდის ტრასაზე ზაფხულის პერიოდშიც ვისრიალოთ. ასეთია სვანეთი, თეთრუნდის, უშბას, ჰატვალის და კიდევ 100 მწვერვალის სამშობლო. ერთ მწვერვალზე ჩვეულებრივი ზაფხული და მთის მწველი მზე აცხუნებს. მეორე მწვერვალზე, რომელიც აქედან სულ რაღაც 20 წუთის გზაზეა, უბრალოდ ზამთარია, სადაც თოვლის საფარი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობასაც კი იძლევა. დღეს არის ივნისი და ჩვენ კურორტ თეთრუნდზე ვსრიალებთ. ამით გვინდა ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ საქართველოში ზაფხულში შეიძლება სრიალი და ამით ჩვენ გვინდა ყველას ვანახოთ, რომ ამ კურორტს აქვს უდიდესი პოტენციალი. საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა. სიცხიდან ამოვედით, ზღვაზე ვიყავით და სათხილამუროდ წამოვედით. ასეთი რამ ავსტრიაში არ ხდება. ცოტა ხანში აქაურობა მაგარი იქნება. ერთდროულად ორ კალენდარულ დროში ყოფნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. საბაგირო გზის დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა სვანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი სეზონი თოვლის გვაქვს უშგულელებს. ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია და უფრო შედეგებს ვაჩვენებთ უშგულელები. ბავშვები უფრო დაკავდებიან, უფრო ხალასი გახდება მათი ცხოვრება. თუ საბაგირო გაკეთდება, მასალებსაც მოვიყვანთ მე და არავინ არ იცის იქნებ ჩემპიონი დაიბადოს უშგულში. ბეჭოსა და ლენტეხშიც იგეგმება სამთო სათხილამურო მიმართულების გამოცოცხლება. საერთოდ არის ტექნოლოგია გათოვლიანებაა ხელოვნური, მაგრამ ეს ხელოვნური გათოვლიანება არა, ეს არის ბუნებრივი თოვლი და თვითონ ფრანგები იყვნენ ექსპერტები, ამოსულები 2 დღის წინ და იმათმა ხაზი გაუსვეს, რომ ნუ ეგეთი საფარიო ამ სიმაღლეზე კი მყინვარი ვიცითო, მაგრამ თოვლის საფარი რო იყოსო, ეგრე არ შეგხვედრიაო არსად. ზაფხულის სეზონი გაიხსნა მესტიაში, თუმცა ამავდროულად თქვენ ხედავთ, რომ ჩემს ზურს უკან ტარდება ტურნირი თხილამურების სრიალში და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ეს პატარა ქვეყანა რამდენად მდიდარი არის ბუნებით და ტურისტული პოტენციალით. მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, ყველაზე მამაცი და მხიარული მაშველებით. მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც დროდადრო სათხილამურო გზების კორექტირებას ახდენს. ივნისის თვეში აქ გიგანტური სლალომის დემონსტრირება პიკს აღწევს. ეს არის პირველი ზაფხული, როდესაც სრიალებ და ძალიან მეცნიერი ვარ, რომ ეს საშუალება მოგვეცა. მესტია მზა დაასტუმრებს უმასპინძლოს მთელი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა ზაფხულის პერიოდშიც. აქ საოჯახო მყუდრო სასტუმროების მთელი კომპლექსებია აშენებული. ნამდვილად არ შეიძლება ადამიანი წავიდეს ამ ქვეყნიდან ისე რომ არ გასინჯოს სვანური კუბდარი, თაშმოჯაბი, სვანური ხაჭაპური, ეს არის ფეტვიანი ხაჭაპური და ასე შემდეგ. გვაქვს ჭიშტვარი, საკმაოდ გემრიელი და ნოყიერი საჭმელი. ბევრია ტურისტი ჩვენთან საკმაოდ. საოჯახო სასტუმროებში საბავშვო მენიუებიც აქვთ და სპეციალური შეღავათებიც მოქმედებს. ფასები საკმაოდ ლიბერალურია. თბილისიდან სულ რაღაც 50 წუთში მესტიაში აღმოჩნდებით. ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით კვირაში 3 რეისი იქნებს. თლისად დადგა ეს ზაფხული, გუნდაობის და სრიალის დრო. გადაცემები გადაწყვეტილება. ასეთი იყო დღის გადაცემა, როდის ნახევარდან 10 საათამდე კოლეგებთან ერთად თორთარ ქირია და ანი გიმტერი თქვენთვის